საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი, მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორსა და 4 სტუდენტს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პატიმრობა შეუფარდა. საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს პროკურატურა ჯგუფური ძალადობისთვის ედავება. 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 დაშავებული მოინახულეს. არასათანადო მოპყრობაზე სპეციალისტებს 226 ადამიანი ესაუბრა. ხილული დაზიანება 157-ს აღენიშნება. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. რატომ ექცევიან აქციაზე დაკავებულებს წარმოუდგენელი სისასტიკით და რატომ იქცა მედია ძალადობის სამიზნედ? გავიფიცე, მოძრაობის ავანგარდში არიან მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, პოეტები და სახელოვნებო სფეროს სხვა წარმომადგენლები. ქუჩაში გავიდნენ საჯარო მოხელეები, ექიმები, პედაგოგები, IT სპეციალისტები და სხვა პროფესიული წრეები. ერთპარტიული პარლამენტი კანონებში ცვლილებებს გეგმავს. დემოკრატია გზა გასაყარზე. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური მოვლენების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. ბათუმში აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები დააკავეს. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 4 სტუდენტი, ასევე სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მამუკა ჯორბენაძე. პროკურატურა დავით გვიანიძეს, ანრი კაკაბაძეს, გურამ მიქელაძეს, გიორგი დავითაძეს დეკანთან ერთად ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გუშინ შეუფარდა. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი და სტუდენტები აქციებში მონაწილეობით აპროტესტებდნენ ხელისუფლების ანტიდასალურ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. სწორედ საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრას ცდილობდნენ ახალგაზრდები რექტორის კაბინეტის კარებზე, როდესაც ლექტორს თეა ცაგურიასა და მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. დეკანის სიტუაციის განმუხტვა შეეცადა. გვიან ღამით კი პროფესორთან უნივერსიტეტის შენობაში ინციდენტში მონაწილე ლექტორის ქმარი, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი დევაძე მივიდა თანმხლებ პირთან ერთად, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. გამოძიების ვერსიით ამ პირებს მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები თავს დაესხნენ. დაზარალებული სტატუსით სწორედ ირაკლი დევაძეს და ირაკლი ნაკაშიძეს აქვთ. დამნაშავეს ცხადია სასამართლო გამოავლენს, თუმცა ფაქტია, რომ უსამართლოა თაობის გამორჩეული წარმომადგენლების დაკავება. წარმოუდგენელია ჯგუფური ძალადობა დააბრალო პროფესორს, რომელიც საკუთარი ქვეყნის პატრიოტია. სტუდენტების გულმხურვალე მხარდამჭერია და მისი გამორჩეული ინტელექტი ამ უმაღლესი სასწავლებლის საყრდენია, არა მხოლოდ აკრედიტაცია ავტორიზაციის, არამედ სრულად სასწავლო საგანმანათლებლო პროცესში. უსამართლოა ასე მოექცეს სტუდენტებს, რომლებიც განსხვავებული აზრისადმი პატივისცემით, მოყვასის სიყვარულით და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებით გამოირჩევიან. ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების 48 საათიანი გასაჩივრების ვადა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ დაკავებულების ახლობლები, სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები პროცესის ხელოვნური დაზიანებისგან დაზღვევის მოტივით საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ. დაკავებულების გირაო საფუძველზე გათავისუფლების მოთხოვნით მოსამართლეს მიმართეს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. იმავე მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა 2628 ადამიანმა. ერთ-ერთი სტუდენტის ანრი კაკაბაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან. ყველა დაკავებულის მხარდასაჭერი აქციები კი მიმდინარეობს ბათუმში. დარწმუნებული ვარ, პროფესორი და სტუდენტები მალე ისევ თავისუფლები იქნებიან, თუმცა მათ წინააღმდეგ დაწყებული ეს პროვოკაციული საქმე ბათუმელებს და არა მხოლოდ მათ დიდხანს ემახსოვრებათ. ისტორიას და საზოგადოების მეხსიერებას ასევე შემორჩება წარმოუდგენელი სისასტიკე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ და მედიის წინააღმდეგ, რომელიც აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაშავდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი. უმეტეს შემთხვევაში ისინი ძალადობის მიზნად მიმართული სამიზნეები იყვნენ.
ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ სამართალდამცველები. ნიღბიანი და სპეცეკიპირებაში ჩამალული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმოდნენ, ურტყამდნენ, აპარატურას უმტვრევდნენ, წიწაკის სპრეის თვალებში დამიზნებით ასხამდნენ და გაზის ტყვიებს ესროდნენ. სხვა შემთხვევებთან ერთად უმძიმესი იყო მაკა ჩიხლაძის, გიორგი შეწირულის, გურამ როგავას, მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის კადრები. დაშავებულ 20 კოლეგას მედია ომბუდსმენი იცავს. პროფესიული საქმიანობის დროს დაშავებულ და ძალადობის მსხვერპლად ან სამიზნედ ქცეულ ჟურნალისტებს თანადგომა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა გამოვლენილი სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის. მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ძიმე იყო პროფესიული საქმიანობისთვის ძალადობის მსხვერპლად ქცეული ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტოგრაფების ნახვა. მათი ნაწილი დაჯილდოვებაზე სახვევებით, ხელჯოხით ან სხვა სამედიცინო აღჭურვილობით მივიდა. მადლობა ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მედიის მხარში დგომისთვის, გულშემატკივრობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჟურნალისტები არასოდეს ელოდებიან ჯილდოს ან მადლობას, მაგრამ მათი გაძლიერება ახლა ამ უსამართლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მათი პროფესიონალიზმის დაცვა და წახალისება ახლა ისეთი დროული და საჭიროა, როგორც არასდროს. მედია ყოველთვის წინა ხაზზეა და დემოკრატიის სადარაჯოზე დგას. მედია თქვენი მტერი არ არის. მედია სინათლის და სიმართლის, დემოკრატიისა და ობიექტური სინამდვილის გამავრცელებელია. პატივი ეცით და გაუფრთხილდით მედიას. იგი ქვეყანას სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ რედაქტორები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. საერთო განცხადებას პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. აქვე გეტყვით, რომ დღეს პრობლემები აქვს კრიტიკულ მედიას მთავარ არხს. მთავარი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას თქმით, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაზა ოქვაშვილმა გადაწყვიტა არხის დახურვა. მისი თქმით, მას ზაზა ოქვაშვილი რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის გოგი ქურდაძის სახელით ამას აკეთებს. ზაზა ოქვაშვილი კი დღეს აცხადებს, რომ არხის დახურვა არც კი უფიქრია. სოლიდარობას უცხადებ კოლეგებს და პრობლემის სწრაფად გადაჭრას ვუსურვებ. მთავარია არხმა მაუწყებლობა არ შეწყვიტოს და მის სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს. კრიტიკული მედია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია. ქვეყანას სჭირდება ის გულმხრვალი ადამიანებიც, რომლებიც აქციებზე იკრიბებიან და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ქვეყანაში პროტესტი არ წყდება 28 ნოემბრიდან. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე გადავადების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან დღემდე. პროცესის სათავეში არიან ახალგაზრდები, უფროსი თაობის წარმომადგენლები, მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, პოეტები და სახელოვნებო სფეროს სხვა წარმომადგენლები. ქუჩაში გავიდნენ საჯარო მოხელეები, ექიმები, პედაგოგები, IT სპეციალისტები და სხვა პროფესიული წრეების წევრები. ხვალ ბათუმში მეზღვაურთა მარში იგეგმება. აქციები მიმდინარეობს დედაქალაქში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ქართული ოცნების ხელისუფლება კი აქციებს ოპოზიციური პარტიების მიზნებს უკავშირებს, არც აქციის მონაწილეთა პოზიციას იზიარებს არჩევნების მიტაცებასთან, პარლამენტის არალეგიტიმურობასთან, ან დეპუტატების არჩევის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და ორ დღეში პრეზიდენტის არჩევასაც აპირებს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ დღეს სტუდიაში. ჩვენი სტუმრები იქნებიან ნათია სირაბიძე, განათლების კონსულტანტი, დოქტორი, ლექტორი, ზურა ცეცხლაძე, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ზვიად ცეცხლაძის მამა. ბაჩი ვალიშვილი, კინომსახიობი, ლია ჯინჭარაძე, ექიმი, ადიქტოლოგი, ჯემალ ანანიძე, გახარია საქართველოსთვის წევრი და გიორგი კირთაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია ახლების პოლიტსაბჭოს წევრი. პროცესში ამჯერადაც არ მონაწილეობს მმართველი პარტია, მათგან თანხმობა ვერც დღეს მივიღეთ. და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენ სტუმართან საუბარი. ნათია, საღამომშვიდობისა, მადლობა, რომ მობრძანდით და სტუდიაში ხართ ჩვენთან ერთად მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. რა თქმა უნდა, მინდა დავიწყო იმ პროცესის ანალიზით, რაც უშუალოდ ბათუმს შეეხო და რა თქმა უნდა, შემდეგ სრულად საქართველოს, როგორც მაყურებელს რამდენიმე წამის წინ მოთხარი, დაკავებულია პროფესორი და 4 სტუდენტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. პროცესი იმთავითვე უნივერსიტეტში მოინათლა პოლიტიკურ შეფერილობის და კონოტაციის მატარებლად, ვინაიდან
დაკავებული ადამიანები გამოირჩეოდნენ საპროტესტო განწყობით და ეს ადამიანები ყოველ საღამოს იდგნენ აქციაზე ბათუმში, ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც კი აქცია მოძრაობს. საინტერესოა თქვენ როგორ აღიქვამთ ამ პროცესს, როგორ ჩანს ეს გარედან, ვინაიდან თქვენ ხართ ლექტორი, დიდი გამოცდილების მქონე ახალგაზრდებთან ურთიერთობის და ამავე დროს თქვენ ამ წუთას არ ახართ ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორი. ამიტომ საინტერესოა თუ ნაწილის მიმართ გაისმის ბრალდება, რომ ისინი ვერ იქნებიან ობიექტურები და ისინი მხარეები არიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორ ჩანს ეს პროცესები გარედან. მე ვიტყოდი, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მასობრივი რეპრესიები, აი თუ გადახედავთ ისტორიას, 37 წელს ზუსტად იგივე ხდებოდა, იმ განსხვავებით, თუმცა ესეც დაიწყეს უკვე ღამღამობით აკითხავდნენ ადამიანებს და აი ზუსტად თქვენც ახსენეთ, რომ იმ ჩვენს პატარა ქვეყანაში 37 წელს 4 მილიონი დანოსი დაიწერა. ანუ წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანი 10 ადამიანზე წერდა ხოლმე, რომ აი ეს ხალხის მტერია და ასე ვთქვათ, იმეტებდა გაციმბირებისკენ. დღეს ციმბირი არ გვემუქრება, მაგრამ აი ახალგაზრდებს თან განსაკუთრებით ნიჭიერ და ჭკვიან ახალგაზრდებს აპატიმრებენ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ხდება ცრუ ჩვენების საფუძველზე. ზოგადად, მე ხა მისწავლებია როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის უნივერსიტეტებში და ლექტორად დანიშნვა, ანუ სტუდენტებთან ურთიერთობის უფლებას აძლევენ ადამიანს, რომელსაც თუნდაც ხელი აქვს მოწერილი ეთიკის კოდექსზე და რომელსაც გავლილი აქვს გარკვეული ტრენინგები და გადამზადება იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტებთან. და მათ შორის აბსოლუტურად აკრძალულია ის ნათესავების ჩართვა, ვიღაცების მიგზავნა, მოგზავნა. ეს არ ვიცი, სად ხდება მართლაც, რომელ ქვეყანაში ხდება, როდესაც ვიღაც თუნდაც ქალი განაწყენდა და ამიტომ თქვათ, ან მეუღლეს, ან ძმას ვიღაცას უთხრა, არ ვიცი მსგავსი რამ სად ხდება, ალბათ მხოლოდ განუვითარებელ ქვეყნებში და დიქტატორულ ქვეყნებში, სადაც აი სურვილი აქვს, რომ ადამიანები დააშინონ. ისინი ფიქრობენ, რომ დღეს სტუდენტებს დააშინებენ, ლექტორებსაც ალბათ ფიქრობენ, რომ დააშინებენ, მესმის სოლიდარობა შეიძლება გამოუცხო, ეს დაკავებაც იყო უბრალოდ დაშინების მიზანს ემსახურებოდა. რატომ ისჯებიან, ნათია, თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ კი ეს არის მათი სამოქალაქო აქტივიზმზე პასუხი. ამით შეიძლება მიღწეულ იქნას ის შედეგი, რომ ისინი მართლაც დაშინდნენ, შეშინდნენ, გაჩუმდნენ. შეუძლებელია. ეს პროცესი დაძრულია და არ არსებობს რაიმე შანსი, რომ უკან წამოვიდეს. შეუქცევადი პროცესი უკვე მიმდინარეობს და როგორც იცით, ნებისმიერ ქმედებას მოყვება უკუქმედება, ხო? აი მით უმეტეს ახალგაზრდებს თუ დააშინებ, რაღაცას აუკრძალავ, ისინი აუცილებლად მართლაც ისა გვევეშაპივით ერთ თავს რომ მოჭრი, ორი ამოვა უფრო შემართებით წავლენ და დარწმუნებული ვარ ის კურსელები, რომლებიც მანამდე შეიძლება ფიქრობდნენ, რომ აი თავი შევიკავოთ თუ სხვა, ხვალ აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში და სოლიდარობას გამოუცხადებენ. კი ბატონო, ჩვენ ცხადია, ეხლა საქმის დეტალებში ვერ შევალთ, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და ჩვენ რა თქმა უნდა თავს ვერ მივცემთ უფლებას ზოგადად ანალიზის საფუძველზე რისი თქმა შეიძლება. ჩვენ ხედავდით სოლიდარობის აქციებს და ასევე იგეგმება ამ სოლიდარობის აქციების გაგრძელება. ვიცით, რომ ამ ადამიანებს უკვე წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. პროცესისადმი რა მოლოდინი გაქვთ, რა დამოკიდებულება გაქვთ? ერთი პროფესორი, 4 სტუდენტი, რომელიც აი გამორჩეულია თავის თაობაში და გამორჩეულია მათი ინტელექტუალური დანიშნულებაც, ფუნქციაც მათ ირგვლივ წრეში, საგანმანათლებლო სივრცეში, როგორ გგონიათ, აი მოლოდინით დავასრულოთ, სასამართლოსადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ? საოცარი იყო ის, რომ პრაქტიკაში არ იცნობდნენ ადვოკატები აი ესეთი უმაღლესი ზომის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას. ისინი ამბობდნენ, რომ აი ესეთი პრაქტიკა მათ არ ახსოვთ და ისინიც კი გაოგნებულები იყვნენ და ესენი მათაც ეს გარემოებები მათთვისაც ეჭვს ბადებდა. ამიტომ საინტერესოა თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და ამით დავასრულოთ. მე ვფიქრობ, აუცილებლად გამოუშვებენ ამ ახალგაზრდებს, რადგანაც აი შეუქცევადია ეს პროგრესი, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ქართველს ვერ დააშინებ ისევე როგორც რუსს დააშინებ, ბელარუსს, ანუ არ მოხდება მსგავსი რამ საქართველოში და მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და უთხრა ნებისმიერ იმ ახალგაზრდას, რომელიც დღეს არის დაკავებული, როგორც იცით, მე ვარ
ვარ განათლების კონსულტანტი და ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში ჩაბარებაში და დაფინანსების მოპოვებაში ვეხმარები ახალგაზრდებს და მინდა უთხრა როგორც კი გამოვლენ აუცილებლად მომართონ დიდი სიამოვნებით მთელი შემართებით აუცილებლად ევროპისკენ და ზუსტად ამერიკისკენ გაუყვალავ გზას. ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ და გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა და მადლობა რომ იმედიანი განწყობა დაუტოვეთ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ვესაუბრებოდით ნათია სირაბიძეს, განათლების კონსულტანტი საუბრობდა ბათუმში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ბევრი სტუმარი უნდა შემოგთავაზოთ, თუმცა ახლა გადავალთ და პირდაპირ ეთერში შემოვიყვანთ ბატონ ზურა ცეცხლაძეს, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ზვია ცეცხლაძის მამა. გაგვესაუბრება ახლა, როგორც იცით, ზვია ცეცხლაძე არის დაკავებული, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. იგი არის დაფიონის დამფუძნებელი და ლიდერი და მე ვხედავ კადრში უკვე ბატონ ზურას. საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ შეძელით გადაცემაში მონაწილეობა. პირველ რიგში მინდა გითხარით, როგორ არის ზვიადი, როგორც ფიზიკურად, ასევე როგორ არის მისი განწყობა, რამდენად მხნედ არის იგი ახლა? ბატონო ზურა, გესმით ჩვენი ხმა? ალო. გაგიმეორებთ, როგორ არის ზვიადი გითხარით? კი ბატონო, ზვიადი როგორ არის გითხარით, როგორც ვიცი გქონდათ მისი მონახულების საშუალება, როგორ არის იგი ფიზიკურად და როგორია მისი განწყობა დღეს? ზვიადი ფიზიკურად მე არ მომეცა საშუალება დღემდე შევხვედროდი. წინასწარი პატიმრობის პერიოდში გარკვეული პრობლემები არსებობს საკანონმდებლო თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე პირადი შეხვედრა არ მქონია. თუმცა ადვოკატის ინფორმაციით ჯანმრთელობითაც კარგად არის და მხნედ არის. ყველა შემთხვევაში რაიმე პრობლემა არ აქვს, როგორც მეუბნება ადვოკატი, მასზე საპატიმროში ზეწოლა ან მსგავსი რაღაცები არ ხორციელდება, აქედან გამომდინარე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ადვოკატის ინფორმაციით. მე მპირდებიან, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ შესაძლებელი იქნება მასთან შეხვედრა, როცა ის თვითონ ზვიადი მოითხოვს პაემანს განცხადებით, გარკვეული პერიოდის შემდგომ ალბათ განიხილავენ, ამაზე ალბათ დააკმაყოფილებენ და შემდეგ მომეცემა პირადი შეხვედრა, რის შემდგომაც უფრო მეტი ინფორმაცია მექნება მისი მდგომარეობის შესახებ. კი ბატონო, ბატონ ზურა, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ აი როდესაც თქვენ იყავით ამ პროცესებში ჩართული საპროტესტო მარშებში, თქვენ და თქვენს თანატოლებს, თანამოაზრეებს გეძახდნენ ფაშისტებს. სამწუხაროდ უცხო არ არის დღესაც ეს ტერმინი და ჩვენ გვესმის ასეთი შეფასებები, მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლიბერალური ფაშიზმი უნდა დაასრულონ ქვეყანაში. რა განწყობა გეუფლებათ, როდესაც ახლა ამ პროცესში უკვე ზვიადს ხედავთ და უყურებთ მამის პერსპექტივიდან. როგორ რამდენად ვინ შეიძლება მოიაზრონ ზოგადად ამ ტერმინის ქვეშ და რამდენად სწორია დღეს იმ პროცესებთან დაკავშირება აი ამ ტერმინის, რასაც უყურებთ სრულად საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს? ჩვენს ნამდვილად გვეძახდნენ ზვიადისტებს პროვინციელ ფაშისტებს და ზოგადად ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმებოდა ადამიანები, რომლებიც იყვნენ ზვიადისტები. ზვიადიზმში კიდე თავის მხრივ გამოხატული იყვნენ ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის და ზვიადის იდეების ხორცშესხმისათვის, რაც იმ პერიოდში ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი ეროვნული ხელისუფლების მიერ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ როცა პირობითად ასე რომ ავიღოთ, ზვიადისტებს იმ პერიოდში ებრძოდა პარტიები, მათ შორის იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ამ შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე და ვიცე-სპიკერი, მაშინ მთავრობის ვიცე-სპიკერი გახლდათ დღეს მოქმედი პრემიერის მამა გიორგი კობახიძე. და აი ეს პარტიები და ეს ადამიანები გვეძახდნენ ჩვენ პროვინციელ ფაშისტებს. ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა, ახლა მისი შვილი, კონკრეტულად დღეს ფაქტობრივი პრემიერი, აი ამ ახალგაზრდებს, ჩემ შვილს, მის თანატოლებს ეძახის ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებს. ფაქტობრივად ორივე შემთხვევაც თითქმის იდენტურია
მაშინაც ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს ერთიანობისათვის, ეროვნული მოძრაობის გაგრძელებისათვის და ამის გამო ჩვენ გვეძახდნენ პროვინციელ ფაშისტებს. დღესაც სწორედ ეს ახალგაზრდები, ვინც ფაქტობრივად ხანდახან ხელჩართულ ბრძოლაშიც კი არიან ჩართული იმისათვის, რომ გაგრძელდეს ის ეროვნული მოძრაობა, რომელიც იმ პერიოდში ვერ დასრულდა, შემდგომში რაღაც პროცესები სხვანაირად განვითარდა და დღეს ისევ ვართ იმ მოცემულობის წინაშე, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ასე აღტკინებით, ასე თავდადებით იბრძვიან, თითქმის ყველა არის ზვიადის, მერაბის და ეროვნული იდეების მატარებელი ახალგაზრდები არიან. ზოგი უფრო ბავშვები, ზოგი უფრო მოზრდილები, მხედველობაში მაქვს 16-დან 21 წლამდე ახალგაზრდების. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად ჩვენი ეროვნული მოძრაობის, ანუ პროვინციელი ფაშისტების ეგრეთ წოდებულის გაგრძელება არიან დღეს ლიბერალური ფაშისტები, ასევე პატრიოტები და ასევე სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდები. კი ბატონო, ბატონ ზურაბ, თქვენ და მაყურებელმა რა თქმა უნდა იცის, რომ პროკურატურა ზვიადს და კიდევ ორ მის თანამებრძოლს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. აი ხა თქვენ როგორ ხედავთ ზვიადის გზას, რას ეტყვით მას? იცით რომ ეს საკმაოდ მძიმე მუხლია, მძიმე ბრალდებაა და კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისად საკმაოდ მძიმე თავისუფლების აღკვეთას იმ შემთხვევაში თუ მას ბრალი დაუმტკიცდება. ამ პროცესებს როგორ აფასებთ და რა იქნება თქვენი სათქმელი ზვიადის და მისი თანამებრძოლებისათვის და ამით დავასრულოთ. ესე იგი, ბრალი აქვს თავისთავად ძალიან მძიმე ბრალი აქვს წარდგენილი, დადგენილებაში უამრავი აბსურდული დათქმა არის აღნიშნული, რომ შეიარაღებულ თავდასხმაზეა საუბარი, სახელმწიფოს წარმომადგენლებაზე, შეიარაღებულ ამბოხებაზე საუბარი არის საუბარი, ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებაზე, გამოყენებაზე და ასე შემდეგ. ანუ უამრავი ისეთი ბრალში ისეთი პუნქტები არის, ტერორისტსაც კი შეშურდება. ანუ მთლიანობაში ეს ყველაფერი არის აბსოლუტური აბსურდი. იქ ვისაც ასამართლებდნენ 7 თუ 8 იყვნენ და ყველას ედავებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში, მაშინ როცა არც ერთი ერთმანეთს არ იცნობდა. მანამდე ვიდრე დაიჭერდნენ ერთმანეთი თვალით ნანახიც არ ყავდათ. როგორ შეიძლება ჯგუფურ ძალადობაზე საუბარი, როცა ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ. არანაირი მტკიცებულებები წარმოდგენილი, აი წინასწარი პატიმრობის განხილვის პროცესში არანაირი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი პირობითად ზვიადის მიმართ, ან რომელიმეს მიმართ, რომ თავს ესხმოდნენ პოლიციელს, თავს ესხმოდნენ პირობითად სპეცნაზელს, ან პირობითად რაღაც ქვას ისვრიან, ან და ასე შემდეგ. აი ამ მსგავსი მტკიცებულებები საქმის მასალებში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჯერ მსგავსი არაფერი არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად მე მიმაჩნია, რომ ეს ყველა ეს ახალგაზრდა, ვისაც დღეს ედავებიან კონკრეტულად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ორგანიზებას, ზოგს მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ჩემშვილს ედავებიან ორგანიზებას. ყველა არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს ბავშვები არიან სულ ყველა პატრიოტები. ერთსაც დავამატებ, რომ აი ორგანიზებას ედავებიან ჩემს შვილს, და იყენებენ მის მიერ 30 დეკემბერს გაკეთებულ ლაივს, სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ უნდა იმოქმედონ ამ შემთხვევაში პოლიციელების მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვან თავი. ეს წარმოდგენილი აქვთ როგორც მთავარი მტკიცებულება და უმტკიცებენ საზოგადოებას, რომ ეს ლაივი შეიცავს არა თავდაცვის ღონისძიებებს, მომიტინგეების ან თავად ამ ახალგაზრდების, არამედ რაღაც თავდასხმისა და გადატრიალების ორგანიზებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო ორგანოები უფრო კარგად ჩაუკვირდებიან რადევს ამ ლაივის კონკრეტულად დედააზრში და მიხვდებიან, რომ აქ არანაირი საუბარი არ არის ვინმეს თავდასხმაზე, ვინმეს დაზიანებაზე, ვინმეს დასახიჩრებაზე და პირიქით აქ საუბარი არის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, როგორ დაიცვან მოძალადე პოლიციელებისგან
მოძალადე რობოკოპებისაგან, რომლებიც დაუნდობლად უსწორდებოდნენ და ცემდნენ და ასახიჩრებდნენ ახალგაზრდებს. კი ბატონო, ბატონ ზურა, აი რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? ჩვენ ვართ ცხოვრობთ დღეს ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართლიანი სასამართლოც კი განსხვავებულად ესმით ადამიანებს და ინტერპრეტირებულია ესნებაც. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? ჩვენ ვისაუბრეთ მუხლზეც, ვისაუბრეთ აი ამ ბრძოლის არსზე, თქვენ ამაზე საუბრობდით ახლა. როგორია თქვენი განწყობა, როგორ შედეგს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებით? სასამართლოს იმედი, რა თქმა უნდა, არა გვაქვს, როგორ შეიძლება ამ სასამართლოს იმედი ჰქონდეს ადამიანს. ეს ხომ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოა და აბსოლუტურად მიკერძოებულია. მე სხვა ეთერებშიც თქვი და ახლაც გავიმეორებ თქვენს ეთერში. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს ამ ადამიანებს დაჭერისა და გასამართლების. ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს პოლიტიკური პროცესი როგორც დასრულდება, ისე დასრულდება მოცემული სისხლის სამართლის საქმეები. კონკრეტულად თუ მიაღწია ქვეყანამ და ნახა გამოსავალი და ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს თუ გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, თუ მიღწეული იქნა ახალი არჩევნები და ფიქრობ რომ უნდა მივაღწიოთ ამას, ახალი არჩევნების შემდგომ მიღებული ხელისუფლება აუცილებლად ობიექტურად მიუდგება ამ საქმეებს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ბრალდებულები რომლებიც დღეს წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფებიან აბსოლუტურად გამართლდებიან და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურა, მხნეობა თქვენ და სამართლიანი გადაწყვეტილება ყველა დაკავებულს, ვინც აქციის მსვლელობისას ან აქციასთან კავშირში დააკავეს. მადლობა თქვენ რომ შეძელით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენ უსმენდით ბატონ ზურას, ზვია ცეცხლაძის მამას. ზვია ცეცხლაძე არის სამოქალაქო აქტივისტი, ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფიონის დამფუძნებელი და ლიდერი. ჩვენ ისევ სტუდიას დავუბრუნდებით, ამჯერად წარმოგიდგენთ ასევე საინტერესო სტუმრებს, ბაჩი ვალიშვილი, კინომსახიობი და ლია ჯინჭარაძე, ექიმი, ადიქტოლოგი. მსახიობები მოძრაობა გაიფიცეს ავანგარდში არიან, მედიკოსები კი აქციებზე სიმბოლურად თეთრი ხალათებით გამოჩნდნენ. ექიმების მარში გაიმართა გუშინ ბათუმშიც და საზოგადოება უყურებდა პირდაპირ ეთერითაც და საზოგადოების ნაწილი იყო თქვენს გვერდით ამ შემთხვევაში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. ქალბატონ ლიასთან დავიწყებ, ვინაიდან ბათუმში გუშინ ჩვენ ვიხილეთ თეთრხალათიანების მარში და იყო მოლოდინი საზოგადოების, თუმცა ასევე გაისმა კრიტიკაც, რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება მიატოვონ პაციენტები, მაგრამ ვინც აკვირდებოდა ამ აქციას და ხედავდა ადამიანებს, ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ არც ერთ მედიკოს არ მიუტოვებია თავისი პაციენტი და ამას პროფესიული ეთიკაც და ადამიანურობაც არ იძლევა ამის საშუალებას. ქალბატონ ლია, რა იყო ის ბოლო წვეთი საპროტესტო განწყობისა, რამაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც გამოიყვანა თავისი სამუშაო სივრცეებიდან და შეკრიბა საპროტესტო ლოკაციებზე? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთ იქ მდგომ ექიმს არ მიუტოვებია პაციენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და დიდი ხანი გვინდოდა ჩვენ ასეთი სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა და ზუსტად იმიტომაც რომ მორიგეობები უშლიდა ადამიანებს ხელს, ვცადეთ რომ ისეთი დღე შეგვერჩია, როდესაც მაქსიმალური რაოდენობა სურველების შეძლებდა აქციაზე გამოსვლას, ისე რომ მორიგეობა არ დამთხოვდა და პაციენტს თან ურთიერთობაში არ შეშლოდა ხელი. კიდე ერთი პატარა დეტალი მინდა ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოება იმდენად გახლეჩილია სამწუხაროდ, რომ იმის და მიუხედავად ვის ხედავს თავის წინაშე, მაინც ვერ აცნობიერებს და სწორად ვერ უსმენს ადამიანს. შეფასებები ვნახე გუშინ სოციალურ ქსელში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ მაქვს სოციალური ქსელებისთვის, მაგრამ მაინც შეფასებები, კომენტარი. შეფასებები ვნახე უკვე ზუსტად, რომ აი მეტი საქმე არა აქვთ ექიმებს, დატოვეს პაციენტები და გამოვიდნენ და ნუ ასე შემდეგ ახლა ევროპის კრიტიკის თანხლებით. ექიმი პაციენტს არ დატოვებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ზუსტად იმის გამო რომ ექიმები ვართ და ფიზიკური ძალადობის ატანა რო აღარ შეგვეძლო, მე პირადად იმიტომ გამოვედი აქციაზე. წინა დღეებშიც ყურადღებას ვადევნებდი, 1-2 დღით ადრე კიდევაც გამოვედი აქციაზე, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც აუტანელი გახდა ფიზიკური
ძალადობის და ადამიანებზე ფიზიკური შეხება არ ქვია ამას, ფიზიკური ძალადობის სურათის ხილვა. მე ჩემთვის როგორც ექიმისთვის ეს აუტანელია. რასაკვირველია, მე ერთი ცალკე აღებული მოქალაქე ვარ და ყველას მაგივრად მე ვერ ვიტყვი, შესაძლოა სხვა ექიმები იყვნენ იქ და სხვა მოტივი ყოფილიყო იქ წინა პლანზე. რასაკვირველია, არც მე ვარ მომხრე იმისი, რომ დავშორდეთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს და ძალიან ბევრი სიკეთე მინახია და მახსოვს დასავლეთთან ურთიერთობის, ევროპასთან ურთიერთობის და ამაზე განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში თუ ამ კონკრეტულ სფეროს განსაკუთრებით ჩემს სფეროში მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე ადიქტოლოგი ვარ, მაგრამ საექიმო პროფესია ჩემი არის ნარკოლოგია და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ძალიან დიდი როლი ნარკოლოგიის განვითარებაში და ზოგადად ზიანის შემცირებაში საქართველოში, როგორც ნარკოტიკებით მოხმარებით გამოწვეული ზიანის, ასევე აივ-შიცთან დაკავშირებული პრობლემების, ასევე მოგეხსენებათ გლობალური ფონდი არსებობს აივ-შიცთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის და ჩემი კოლეგები განსაკუთრებით ვინც ამ სფეროში მუშაობს, დამეთანხმებიან, რომ უდიდესი როლი შეასრულა ამ ფონდმა ამ პრობლემებთან გამკლავება. ფაქტიურად საქართველოს არ ქონდა იმ წლებში მაინც შანსი, რომ რაიმე ზიანის შემცირებაზე ყოფილიყო ლაპარაკი, თუნდაც ნარკოტიკების სფეროში და მით უმეტეს ისეთ ძვირად ღირებულ კურნალობაში, როგორიც არის შიცი და კოლეგები თუ მოვლენ შესაბამისი პროფილის, ჩემზე უკეთესად იტყვიან. ანალოგიურად ტუბერკულოზის მოგეხსენებათ, ეს რამხელა არამხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაა, ხო? უდიდესი როლი შეასრულა ზუსტად ამ ფონდმა და არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზეა ლაპარაკი, მე და ჩემი კოლეგები ვიყავით ტრენინგებზე შესაბამის დაწესებულებებში, იმიტომ რომ არ არის ესე ადვილად მხოლოდ ქაღალდით გადმოტანა გამოცდილების. ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროსთვის დასავლეთთან ურთიერთობა. იგივე რაღაც კვლევები მოგეხსენებათ სამწუხაროდ საქართველოში არ არის ისეთ დონეზე მეცნიერება და თანამედროვე მეცნიერების განვითარება სხვა მასშტაბის თანხები ჭირდება და თუ კი ვინმე არის საქართველოში ცნობილი წარმატებული ექიმი, უმრავლესობას ალბათ ევროპაში და ამერიკაში აქვს განათლება მიღებული. დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო მსახიობი გვყავს სტუმრად, რომელიც დღეს არის ჩვენთან ბათუმში. ეს საპროტესტო მუხტი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლა თბილისით. გაფიცულია ბათუმის დრამატული თეატრის დასიც და არა მხოლოდ ბათუმის. რამდენად მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ, ხელოვანები, მსახიობები, რეჟისორები დღეს ისინი დგანან იქ, სადაც მათი დრო არ უნდა იხარჯებოდეს. გითხარით ამ ბრძოლის მნიშვნელობაზე? მე არ დაგეთანხმებით ბოლო სენტიმენტში, იმიტომ რომ ყველა დგას იქ ზუსტად, სადაც ჩვენი დრო უნდა იხარჯებოდეს. რეალობა მოიტანა, ხო? კი, რეალურად ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის დახარჯული დრო არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, რომ ყველა სფერო განვითარდეს და ყველა ადამიანს ჰქონდეს კეთილდღეობა, რომელსაც მართლა ვიმსახურებთ. ძალიან დიდ საუკუნეებია და რომლის გზაზეც ყოველთვის გვეღობება ერთ და იგივე მტერი, ეს არის რუსეთი. 2 საუკუნე, 200 წელი, როცა იმპერია შენ კოლონიად აღიქვავს, როცა შენზე ძალადობს, ძალიან რთულია მართლა ამ უღელის მოხსნა, ძალიან რთული ბრძოლა არის ამ იმპერიის დაშლა, მაგრამ აუცილებელია და დღეს ყველა ადამიანი ვიაზრებთ ამ პასუხისგებლობას. ყველა ადამიანი ნებისმიერ სფეროს წარმომადგენელი. ყველა ვინც დგას აქციაზე, ხო? კი, მე მეცაც ვიტყვი. თქვენ ძალიან საინტერესო მიმართვა გქონდათ, რომ აი ამ რუსულ აბსურდში ცხოვრება არ მოგბეზრდათო. თქვენი აზრით, ბევრია დღეს საქართველოში ადამიანი, ვისაც უჭირს შეფასება ამ რუსული აბსურდის და თქვენთვის რა არის რუსული აბსურდი? და თუ ეს თქვენი შეფასებით არის მასშტაბური, მაშინ რატომ ჭირს ადამიანების მხრიდან ამის ანალიზი? მათი ვინც ამ საპროტესტო მუხტს თუნდაც გულწრფელად არ უერთდება, ან რაღაცის გამოთავს იკავებს, ხო? ეს ორი სხვადასხვა ასპექტია, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მაგ კითხვისთვის, იმიტომ რომ მაგაზე პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი
რომელსაც ეშინია და რომელსაც აშინებენ, ძალიან მარტივად შეიძლება მოექცეს გავლენის ქვეშ და ძალიან მარტივად შეიძლება დავაჯეროთ ჩვენ თავს ესეთი რაღაცეები, რაც რეალურად გულისიღრმეში ყველამ ვიცით, რომ აბსურდი არის და ყველამ ვიცით, რომ არ არის სწორი, მაგრამ ჩვენ თავს ვაჯერებთ ამას, რომ გადავრჩეთ. იმიტომ კი არა, რომ შეიძლება ვიყავ ბევრს ბოროტი განზრახვა აქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებს ცალსახად ბოროტი განზრახვა აქვს და სინამდვილეში მათაც შიში ამოძრავთ. თორემ შიში მათი ძალაუფლების დაკარგვის და არა რაღაც სხვა. სხვებს ფიზიკური ძალადობის შიში ამოძრავებს, სამსახურის დაკარგვის და ასე შემდეგ. მე ასე ვხსნი, რატო შეიძლება არ შევუერთდე ამ პროცესს, იმიტომ რომ სიმართლე ამ შემთხვევაში არის ძალიან მკაფიო. სიმართლე ჩანს ყველა იმ ადამიანის ჩამპროულ ძვლებში, რომლის კადრებსაც ხედავთ, სიმართლე ჩანს ყველა იმ დაპატიმრებული ადამიანის სიტყვებში და ყველა იმ ადამიანის თვალებში, რომელიც იბრძვის დღეს გადარჩენისთვის. და როცა ჩვენ სიმართლეს თვალს ვუსწორებთ, ეს შიში, რომელიც გვმართავს, რომელიც გვიშლის ხელს რომ გარეთ გავიდეთ, უძლური ხდება. მეც მეშინია, ხო, ძალიან მეშინია თბილისში, ფაქტიურად ომი არის. თქვენს დარწმუნებული ვარ, ხო, ბევრ ადამიანს ეშინია ჩვენ მაყურებელსაც, ეს განცდა შეგვიქმნა. ბუნებრივი რეფლექსია სულ მცირე. კი, და არ არის სწორი რომ ადამიანს მოვთხოვოთ, რომ არ ეშინოდეთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია, ეს ბუნებრივი რეაქცია, ადეკვატური რეაქცია არადეკვატურ სიტუაციაზე. თუმცა შიშის გადალახვა ხდება ძალიან მარტივად. ჩვენ თუ სიმართლეს გავუსწორებთ თვალს, თუ გავალთ ქუჩაში და შევხედავთ თუ დავგუგლავთ უბრალოდ რაღაცეებს, თუ მართლა ჩვენი რესურსი, ჩვენი ძალით, ხო, ტელევიზიას კი არ მოусმენთ. ჩვენი კრიტიკული აზროვნებით შევხედავთ რეალობას და რა ხდება და შევხედავთ იმ კადრებს, ქუსს რო ურტყავს უნომრო შავებს ჩასმული ადამიანს სახეში და მე მეორე ადამიანი მიდის და წილს აყოლებს და თიშავს ადამიანს. ამ დროს შეიძლება ადამიანი მოკვდეს. კეფას თუ დაარტყოს ექიმი ბრძანდებით, ხო, იცით. კი ბატონო, აუცილებლად გითხავ ქალბატონ ლიას. უნდა დავამთავრო ეს. და ეს ხელისუფლებას ამაზეც რო. უნდა დავამთავრო ეს საქმე და მაგასაც გეტყვით. ამ როცა ამ რეალობას ჩვენ გულთან ახლოს მივიტანთ და გავიაზრებთ, რომ ეს ამ რეალობაში ვცხოვრობთ, მე ეს სიმართლე ჩვენი სინდისი აღარ მოგცემს მე საშუალებას, რომ ამ შიშმა შეგვაკავოს. მე სინდისი გვაიძულებს, რომ გარეთ გავიდეთ. როგორც თქვენ წეღან, როგორც თქვით, რომ ამ ძალადობას რო უყურებდით, უბრალოდ სინდისმა არ მოგცათ საშუალება, რომ სახლში გაჩერებულიყავით. და რაც შეეხება ბოდიში რომ გამეოროთ ბოლოს რაც ვთქვით, რატომ რაში დასჭირდა ხელისუფლებას? რეალურად ავტორიტარიზმის შენარჩუნების გზა ჩვენაირ პატარა ქვეყანაში არის რა? ძალადობა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ყველას იცნობს. ჩვენ ქვეყანაში თან ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები გაზრდილი ვართ, მსხვერპლშეწირვაზე, გაზრდილი ვართ, ადამიანის თავგანწირვაზე, ადამიანის თავგანწირვაზე, სადაც ყავდა გიორგი ანწუხელიძე შინდისის. მაგრამ ნუ ეს რეალობაც დაგვიდგა. არა, თავგანწირვა ვიცით, ხო? ლეგენდებზე ვართ გაზრდილი ადამიანების, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ჩვენი ქვეყნისთვის. ეხლა ამ კულტურაში შეუძლებელი არის, რომ შენ იდეოლოგიურად ადამიანები გახადო მონები. ხო, ერთადერთი რითიც შეგიძლია არის ძალადობით და მეორე მომენტია, რომ ჩვენ ასევე გაზრდილი ვართ იმ ისტორიაზე, რომ მებრძოლიერი ვართ და ძალადობაც ვერ შეგვაშინებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ძალადობა არის ასეთი სასტიკი და განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანები და ქართველები მართლა ძალიან ემპათიური და თანამგზნობი კულტურის შვილები ვართ და რომ ნახოთ დაგიბრუნდებით შემაჯამებელი მიმართვა რომ გააკეთოთ ჩვენი მაყურებლისთვის ქალბატონ ლიასთან დავბრუნდები აი მკითხვით წარმოუდგენელი იყო მე მაგალითად აი განმეორებით ამ კადრებს ვერ ვუყურებ აი თქვენ როგორც მედიკოსი თქვენი მხრიდან ალბათ კიდევ სხვა ტიპის დანაშაულია სხვა რანგის დანაშაულია ეს გითხარით ამაზე აი რას წარმოშობს ამ ტიპის დანაშაული ამ ტიპის ძალადობა რა თქმა უნდა ყველა შემთხვევას აქვს სამართლებრივი ახსნა და ყველა ჯერზე ჩვენ გვეუბნებიან და ბრალიც ასეა ჩამოყალიბებული რომ იქ არის ან პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა ან ჯგუფური ძალადობა ან ამ ძალადობის ორგანიზება და ასე შემდეგ სინამდვილეში ის სადიზმის ძალადობა რაც მოუწყვეს საკუთარ ხალხს რითი იყო ნაკარნახევი რამდენად აუცილებელი იყო თქვენ როგორც მედიკოსი რას ფიქრობთ ამაზე რამდენად აუცილებელი იყო მე ამაზე არ მაქვს პასუხი როგორ შეიძლება სამართალდამცველის მხრიდან გამართლებული იყოს ასეთი მე სიტყვები არ მყოფნის ასეთი საშინელება საყურებლად საშინელია ეს მხოლოდ რაღაც გარკვეული ფსიქიკის პრობლემით თუ აიხსნება ალბათ
მეორე საკითხია, რომ ფსიქიკის პრობლემის მქონე და თავშეკავების უნარის არ მქონე ადამიანს რა უნდა ასეთ სტრუქტურაში, ხო? მაგრამ ახლა ეგ ჩემი შეფასების ფსიქიატრი არ ვარ და ჩემი სფერო არ არის. რისი თქმა მინდა, რაც შეეხება აი მომავალ შორეულ შედეგებს. ერთი ახლო შედეგებიც რასაკვირველია, ნებისმიერ ჩვენ ვუყურებთ გამეტებით ცემას. გამეტებით ძლიერ ფიზიკურ ზემოქმედებას, ხო? ფიზიკური ტრავმა არსებობს, ასეთი ცნება მედიცინაში და მე გარდა იმისა, რომ ნარკოლოგი ვარ, პათოფიზიოლოგიას ვასწავლი სამედიცინო ფაკულტეტზე და აი პათოფიზიოლოგიის ანუ ფუნდამენტური მედიცინის ერთ-ერთი დარგია, წიგნში სტუდენტებს ვასწავლით, რომ ფიზიკური ტრავმა თავისი სხვადასხვა ძალის და ზემოქმედების არის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა შედეგი დამთავრდეს და მათ შორის აღარ არის ლაპარაკი მოტეხილობით რომ შეიძლება დამთავრდეს ეს ყველა დავინახეთ ხო და აი თუ შეიძლება ძალიან მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ რა იქნება თქვენი სათქმელი და ვისი მისამართით გინდა ეს თავარი სათქმელი ერთი წუთით ტრავმას რაც შეეხება მინდა ვთქვა რომ როდესაც ეს ტრავმები არის თავის არეში აქ მოგეხსენება თავის ტვინია თავისი სიზრგარღვებით შესაძლებელია თავის ტვინის დაზიანება თავის ტვინის სიზრგარღვების დაზიანება თავისი ძალიან მძიმე შორსწასული შედეგებით და ვნახეთ ჩვენ რომ ერთ-ერთი ადამიანი კომაში იყო გარკვეული დღეების განმავლობაში ხო და მე არ მინდა არავის შევაშინო არც ახლობლები მაგრამ ცნობილია ეს რომ შესაძლებელია თავის ტრავმა დამთავრდეს ლეტალ სიკვდილით კიდევ ერთი რაღაცა შესაძლებელია არ დამთავრდეს სიკვდილით ღმერთმა ქნას რომ ის ადამიანი გამოვიდეს აბსოლუტურად დეფექტის გარეშე ძალიან ხშირად თავდება ასეთი მძიმე დაზიანებები შორსწასული რაღაცა განგრძობითი დეფექტებით, ხო? ანუ ინვალიდიზაციით შრომის უნარის და უნარების დაკარგვით და ასე შემდეგ ღმერთმა ყველა დაიფაროს. და კიდევ იგივე პათოფიზიოლოგიის წიგნში რაც წერია და სტუდენტებს ვასწავლით, რომ ფიზიკური ტრავმა, ძლიერი ფიზიკური ტრავმა თავის ხანგრძლივ შედეგებში არ გამორიცხავს სიმსივნური დაავადების ხელშეწყობასაც კი. აი სიმსივნესაც ერთ-ერთ ბიძგად ასე ვთქვათ, ეტიოლოგიურ ფაქტორად ძლიერი ტრავმა. აღარ ვლაპარაკობ მოწამვლებზე. ცხადია კიდევ ვისაუბროთ მთავარია საფუძველი არ გქონდეს ასეთი შემთხვევების ანალიზი კიდევ დაგჭირდეს ძალიან მოკლედ რომ თქვათ თქვენი მიმართვა მთავარი სათქმელი დღეს რა იქნება და აი ადრესატი თქვენი მთავარი სათქმელის ვინ არის? რეალურად ჩემი მთავარი სათქმელის ადრესატი დღეს არის ყველა ის ადამიანი რომელიც ვერ გამოდის გარეთ თავისი მიზეზების გამო. დღეს ვართ ისეთ მოცემულობაში, როცა ქვეყანას მართავს საოკუპაციო რეჟიმი, ეს შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ რომ პირდაპირ ხედავთ მათ კავშირებს რუსეთთან, პუტინი აქებს მათ პოლიტიკას, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის საქმეს აკეთებენ, ხო? პრეზიდენტად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც ნული კვალიფიკაცია აქვს ამისთვის, რაც ტრაგედია არის ცალკე და უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტად ამ ადამიანის დანიშვნა ნიშნავს, რომ ეს ადამიანი იქნება ღიად პრორუსი ადამიანი და ღიად ანტიდასავლელი ადამიანი, რომელმაც იდეაში ნატოში ინტეგრაცია უნდა შეუწყოს ხელი, ეს იქნება ჩვენი სამხედრო ძალების დე ფაქტო მთავარსარდალი ძალიან დიდ ბოდიში და მინდა ვთქვა, რომ ყველას გვეშინია ყველა განვიცით, ყველა გაბრაზებული ვართ, ოღონდ სიმართლე მარტო მაშინ არის ძლიერი, როცა ჩვენ ამას ხმამაღლა ვამბობთ და მოდით ჩვენ თავს უთხრათ ხმამაღლა, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რომელსაც თუ ჩვენ არ შევებრძოლებით და ბრძოლა რა არის, ხო, უნდა გავიფიცოთ უბრალოდ ერთი კვირა საჯარო სამსახურებმა ერთი კვირა რო შეწყვიტონ, სახლში რო დარჩეთ, ხო, იმას კი არ ვამბობ, რომ თავი შეუშვიროთ ან ყუმბარას ან ტყვიას, ხო? სახლში რომ დარჩეთ სითბოში ერთი კვირა ეს რეჟიმი ვეღარ გააგრძელებს ბრძოლას. ეს უფრო დიდი მსხვერპლი როგორ შეიძლება იყოს ვიდრე ადამიანები, რომელსაც სისხლი რომელიც კომაში არის, იმაზე მეტი მსხვერპლი როგორ არის რომ სახლში დარჩე უბრალოდ სითბოში. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ რა თქმა უნდა ხელისუფლება თქვენ არ გეთანხმებათ და არც ერთ ადამიანს ვინც ესეთ საპროტესტო განწყობაზეა და აქ მოდის. კი ბატონო, თქვენ გაქვთ საშუალება და ჩამოვაყალიბეთ ეს აზრი.
აზრი და ბევრი გეთანხმებათ, მაგრამ ბევრიც არ გეთანხმებათ. მე იმის თქმა მინდა რომ ისინი არ მოდიან ჩვენთან უკვე მე რამდენი ეთერია და თქვენ იცით რომ ისინი არ გეთანხმებიან ამ ფორმულირებაში. მადლობა თქვენ რომ მოხვედით, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მტკივნეულია ამ შეფასებების მოსმენა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი რეალობა არის დღეს ასეთი. მადლობა რომ სტუდიაში მობრძანდით. ჩვენ საუბრობდით ექიმ ადიქტოლოგთან, ლია ჯინჭარაძესთან და მსახიობთან ბაჩი ვალიშვილთან. ვიდრე სხვა სტუმრებს შემოვიყვანთ სტუდიაში, გავიგოთ რა ხდება აქციებზე ბათუმსა და თბილისში. ბათუმში აქცია ისევ მიმდინარეობს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ შეკრებილი ადამიანები უკვე მე-15 დღეა ქვეყნის ევროპული კურსისგან გადახვევას აპროტესტებენ. ეს ადგილი სიმბოლურია მათთვის, რადგან მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დაცვაზე თქვა უარი, ხოლო აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში აქციის მონაწილეების განმარტებით ზის მთავრობა, რომელიც ხალხს არ აურჩევია. პოლიტიკოსების განცხადებით, პატრიოტი ახალგაზრდების გვერდით დგომა და მათთან ერთად ბრძოლა დღეს არის მათთვის ძალიან დიდი პატივი. რაც შეეხება თბილისს, დღესაც შეკრებილია საზოგადოების ნაწილი პარლამენტთან. დღეს სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლებმა გამართეს მსვლელობა და საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოსთან მოიყარეს თავი. აქციის მონაწილეები დემონსტრაციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ჩვენი გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს კადრი ახლა როგორც ბათუმიდან, ასევე თბილისიდან. მნიშვნელოვანია თქვათ, აღნიშნოთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა დედაქალაქის მთავარ გამზირზე არ გამოუყვანიათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რაზმები. ჩვენ ვხედავთ ახლა ამ კადრებს, თუ არ ვცდები პირდაპირი რეჟიმის ფორმატში. ჩვენ გვყავს უკვე სტუმრები სტუდიაში. და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ ჩვენ სტუმრებთან, წარმოგიდგენთ გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმრებს ჯემალ ანანიძე, გახარია საქართველოსთვის წევრი და გიორგი კირთაძე, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი, პარტია ახლების პოლიტსაბჭოს წევრი. შემოგვერთდნენ უკვე სტუდიაში და მოგესალმებით. მადლობა რომ შეძელით და მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. მადლობა მოწვევისთვის. იმდენი თემა გვაქვს გასაანალიზებელი. დროც არის ლიმიტირებული, თუმცა ვცდილობ ყველაზე მთავარი, რაც არის დღეს ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში თქვენი გაერთიანებები თანხმდებოდნენ დღეს მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმილი არჩევნები პრეზიდენტის არის არალეგიტიმური და ბატონი გახარიას გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ არც ერთი ოპოზიციური ან ბარიერგადალახული პარტიები და გაერთიანებები არ მონაწილეობენ ამ პროცესში. ბატონ ჯემალ, თქვენთან დავიწყებ თუ შეიძლება, რა პროცესში ვართ ახლა ჩვენ და მიუხედავად ამ საპროტესტო თქვენი განწყობებისა, ხალხის განწყობებისა, სამოქალაქო საზოგადოების განწყობებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მიყვება საკუთარ დღის წესრიგს. მოდით შეგვიფასეთ ეს პროცესები. პირველში მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებლებს, დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. რა თქმა უნდა, დღეს ქვეყანა არის საკმაოდ კრიზისულ მდგომარეობაში და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართული ოცნება, რომელმაც მიიტაცა, შეიძლება ითქვას, ხელისუფლება გააყალბა არჩევნები. მე მინდა გითხრათ, რომ არჩევნების როცა პარლამენტი იკრიბებოდა, საზოგადოების პროტესტი თითქოს მიწყნარდა, მინელდა, ასეთი წარმოდგენა შეიქმნეს, გამოიყენა ეგრეთ წოდებულმა პარლამენტის დეპუტატებმაც თუ პრემიერ-მინისტრმა და განაცხადეს, რომ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს და მხოლოდ და აქციებიც არის მილევად რეჟიმში დაიღებულან და შევლესებენ ამას, რომელსაც ვერ მიიღო სათამაშო ადგილები, მაგრამ ორ დღეში ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც ფაქტურად ეს პროტესტი გადაზარდა ეროვნულ მოძრაობაში. აქ არანაირი პარტიული განცხადებები არ კეთება, მაგრამ ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, პერიოდულად თანხმდებიან და ასაჯაროებენ ინფორმაციას, რა დამოკიდებულებაში არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია ღიად აცხადებს და ყველა ოპოზიციური პარტია რომ არ მიიღებს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას, რადგანაც ეს არის არალეგიტიმური, იმიტომ რომ თვითონ არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას, არ ვცნობთ იმას, ჩვენი მოთხოვნა არის უბრალოდ მარტივი, არც ისე რთული, უბრალოდ დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები, სადაც რეალურად მოხდება დემოკრატიულად არჩევნები და ვისაც მიანიჭებს უპირატესობას საზოგადოება ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ამ გზით ვიმოქმედოთ. ხოლო რაც შეეხება თვითონ რა მოხდა იმ ორ დღეში მოხდა ის, რომ არჩევნებამდე თუ აფიქსირებდნენ, რომ ჩვენ გვაქვს გზა ევროპისკენ, მივდივართ და ეროვნული მოძრაობით გახსოვთ ალბათ, რომ არჩევნებამდე იყო ასეთი მოწოდება, მამულიანა სარწმუნოება, სიტყვა სარწმუნოება ერთობით შეცვალა მოწოდებაში საზოგადოებამ და ეს გააკრიტიკა ქართულ მოსნებამ, რომ
დიდ ილიას ილია ჭავჭავაძე შეურაცხყოფა მივაყენეთ. ხოლო არჩევნების შემდეგ საერთოდ სწავლებიდან ამოიღეს ის ილია ჭავჭავაძის ის თემები, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაზე, ეროვნულ გამოფხიზლებაზეა საუბარი და ესეთი მომენტები თქვა ისტორიასთან დაკავშირებით. და ესეთი ნაბიჯი გადადგა ისეთი, რომელიც თუ არჩევნებამდე ევროპისკენ მივდიოდით, თანაც გახსოვთ, პროგრამა ჰქონდათ ევროპული სახელმწიფო მშენებლობისათვის ასეთი ქართულ ოცნებას და უცებ შვიდობით ევროპისკენ შეცვალეს შვიდობით ევროპა ეს და დაგვამშვიდობეს ამ ევროპასაც SNG-ს სასარგებლოდ შეგვიცვალეს ევროპული ორიენტაცია და ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო დამაგვირგვინებელი ფინიში აი ამ მათი გადაწყვეტილებების, რომელიც მას ყველაფერს გადაუსვა ხაზი და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ არა მარტო თბილისში, ფაქტიურად მთელი საზოგადოება გამოვიდა ფეხზე და ეტაპობრივად იფიცება. ყველა ეს მისთვისაც თავმოყვარეობას შეიძლება და წართმეული ხმების. დაგიბრუნდებით ბატონ ჯემალ, ბატონ გიორგის ვკითხავ. პარლამენტი მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ზოგადად ამომრჩევლების ნაწილი და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მთავარი მოთამაშეები საერთაშორისო პოლიტიკისა არ აღიარებენ ლეგიტიმაციას, პარლამენტი მუშაობს და ჩვენ ვხედავთ ცვლილებების ინიცირებას კანონებში, ზოგ შემთხვევაში მიღებას, სასწრაფოდ პროცესი მიდის. რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? ჩვენ ხელისუფლების მხრიდან გვესმის შეფასება, რომ არაფერ ხდება არანაირი პროცესი და ქვეყანა ჩვეულებრივი გზით ვითარდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი არ მუშაობს, მეტიც მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება არის მიტაცებული. ივანიშვილმა კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა ამ ქვეყანაში. როცა წინასაარჩევნო მთავარი მესიჯი ჰქონდა, რომ რაღაც აი ომი ხალხო თუ მშვიდობაო, თვითონ წამოიწყო ქართული ხალხის წინააღმდეგ ომი და ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ რაღაც ყველაზე მძაფრად ვხედავთ ამის შედეგებს ქუჩებში, ხო? თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებში, მაგრამ განსაკუთრებით თბილისში. თუმცა ამის პირდაპირი გაგრძელება ისაც მოხდა, ხო, გუშინ და გუშინ წინ ბათუმში, როცა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორი, რა ვიცი, აი არაფრის გამო, მხოლოდ იმის გამო, მოდი პირდაპირ თქვა, რეალურად რო ისინი საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, ჩასვეს ციხეში. თქვენც ასე ხედავთ ამ პროცესს, ასე აფასებთ. პრობლემა თქვენც ხო იცით, რომ აი ჩვენი საუბრის დროსაც კი შეიძლება რაღაცა ყოფით ნიადაგზე სადღაც ვიღაცას აგინებდეს, ან ეხა რაღაცა კამათობდეს. როგორც წესი ამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც კი არ ხდება ხოლმე. და ამის გამო ადამიანები შეიძლება რომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვან სტუდენტები, ახალგაზრდა ბავშვები, რომლებიც რაღაცა რომლებიც ძალიან დიდი პატრიოტები არიან ამ ქვეყნის და მიუხედავად ცუდი ამინდისა, მუდმივად ქუჩაში დგანან და იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ეს იყო ერთადერთი მიზეზი ბუნებრივია ამ ახალგაზრდების დაჭერისა და ჩვენც და პროფესორის ასევე და ბუნებრივია ჩვენ ამას განვიხილავთ კიდევ ერთ შემდეგ ეტაპად უკვე სხვა ქალაქში განხორციელებულსაც, რომლის მიხედვითაც რეჟიმმა ახალი ტყვეები აიყვანა. რეჟიმის ტყვეებია ბუნებრივია ეს ხალხი. პარლამენტს რო დაუბრუნდა, ბუნებრივია ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მის მიერ მიღებული კანონები, რა თქმა უნდა არ არის ის კანონები, რომელიც არის ამ ქვეყნის კანონები, მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი არ იქნება ბუნებრივია ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ამ განცხადებაში და არჩევნების დასრულებისთანავე, როცა გაყალბების მასშტაბი ტოტალური იყო, როცა არჩევნების შედეგი ბიძინა ივანიშვილმა ერთი გამოაცხადა და ქართველი ხალხის განწყობა და რეალური შედეგი საერთოდ სხვა უნდა ყოფილიყო, იმ წამსვე თქვით, ყველა ბარიერ გადალახულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომ ჩვენ არ ვცნობდით ამ შედეგებს. ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს ქვეყანაში შიგნით. არჩევნები ინიშნება, ხო? ინიშნება კი არა და ჩატარდება. ესეც რო შეგვიფასო და ბატონ ჯემალთან რომ არ გამოგჩეთ აუცილებლად ეს ახალგაზრდების ფაქტორიც მინდა რომ შემიფასოთ. პრეზიდენტი გვეყოლება ძალიან. კი, აი ხვალ თუ როდის არის 14-ში ქართული ოცნება აპირებს კიდევ ერთი დიდი უკანონობა ჩაედინოს, კიდევ ერთხელ კონსტიტუცია გადაგვახიოს ყველას თავზე და არალეგიტიმურ პარლამენტს არჩევინოს უკვე ქვეყნის პრეზიდენტი. მაგრამ ეს პროცესი შესრულდება, ჩაივლის. ამ პროცესს შესრულდება, რას ნიშნავს შესრულდება? ამ პროცესის ლეგიტიმურობას არ ცნობს ეს ქვეყნისთვის, ეს არის მთავარი და ხალხისთვის, მაგრამ ამ პროცესის ლეგიტიმურობას არ ცნობს ქართული ხალხი. ამ პროცესის ლეგიტიმურობას მათ შორის არ ცნობს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ამ პროცესის ლეგიტიმურობას არ ცნობს ჩვენი საერთაშორისო მეგობრები. ის რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ეს ესე იყოს, ეს არ ნიშნავს რომ ეს ესე სწორია, კანონიერია და ლეგიტიმურია. მას აუცილებლად მოუწევს უკან დახევა ყველა იმ დანაშაულისთვის პასუხისგება, რაც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ჩაედინა, რომლისთვის გავსიც ალბათ არასდროს მოხდა ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამდენი დღის განმავლობაში ესე უმოწყალოდ ქუჩაში დამიზნებით სცემო ახალგაზრდები, ქალბატონები, შვილები ცემო დედების თვალწინ, დაიჭირო მათ თვალწინ, სახლებში მიაკითხო და ატერორო, რა ვიცი, მცირე წლომაშვილებთან ერთად ხალხი ფეხზე წამოყარო, სადღაც წაიყვანო. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ამდენი საქმე აღზრდა, წარმოუდგენელი რამ ხდება.
ეგ ხო კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რასაც საუბრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ბელორუსიზაციის პროცესი აქვს თქო ბიძინა ივანიშვილის წინა საარჩევნო ჩვენ ამას საუბრობთ და გადაასწრო კიდეც მასშტაბებით რუსეთსა და ბელორუსიას ბიძინა ივანიშვილმა იმ ყველაფრით ასაც ის ჩადის ახლა ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო გიორგი, მადლობა. 10 საათზე უნდა დაბრუნდეს საინფორმაციო გამოშვება და ვერანაირად ვერ შეუშლით ხელს კოლეგებს და ჩვენი ეთერი გამართულად უნდა გავიდეს. რა თქმა უნდა, ბატონ ჯემალ, თქვენთან თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ სტუდენტებთან ურთიერთობის, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება. თქვენ როგორ დაინახეთ ეს პროცესი, პროფესორი და საკუთარ თაობაში გამორჩეული, ყველა ინდივიდუალური, ყველა თავისი უნიკალური თვისებების მატარებელია, ყველა სტუდენტიც და ნებისმიერი ადამიანიც. და ასეთი ნაკადის დადანაშაულება ძალადობაში ეს შეიძლება ვინც არ იცნობს ამ ადამიანებს რაღაც ვიდეოებიდან გამომდინარე შეიძლება დაუშვათ რომ რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს. თქვენ როგორ აფასებთ ამას აი მასშტაბური პრიზმიდან რა ხდება ახლა? საერთოდ ხელისუფლება მიდის მასშტაბურ დაშინებაზე, როგორ გამოუვა დააშინოს თუ არა ახალგაზრდები. ყველაზე მეტი პროტესტი რა თქმა უნდა სტუდენტებმა გამოხატეს და სწორად მოიქცნენ, როცა ისინი გაიფიცნენ და გამოვიდნენ იმის საწინააღმდეგოდ, როცა მას ართმევ ევროპულ მომავალს. თაობათა ომის მომენტის კი წამოვიდა, რომ მართლაც ის ახალგაზრდებს ვართმევთ მომავალს, რომელიც მათ ჩანაფიქში ჰქონდათ და ეს ძალადობა რაც განხორციელდა ის დღევანდელი შედეგი და ის დანაშაულის დონეზე ამ დონეზე რომ აი მიუსაჯო რამოდენიმე წელი თავისუფლების აღკვეთა ეს იყო უკიდურეს დანაშაული ქვეყნის მხრიდან, იმიტომ რომ ეს წვრილმანი ხულიგნობასთან გათანებულ რაღაცა ხდება და აზრის გამოხატულობის გამო დაპირისპირება ეს არ უნდა გადაქცეული იყო ასეთ მომენტად, მაგრამ ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩენია და ხედავს რომ ყველაზე დიდი ძალა არის სტუდენტი და სწორედ მასში ცდილობს რომ ჩაახშოს ეს და იქიდან დაანახოს უსამართლობას რომ აი თუ ინე აქტიური იქნება, ინიციატივა იქნება და რაღაც ცალკეულ მომენტებზე ასე გამოიჭერენ ასე ვთქვათ, შეუძლიათ რომ დააპატიმრონ უსაფუძვლოდ და არც იქნება ხელისუფლებას. სტუდენტებისადმი თქვენი სათქმელი ბოლოს რა მითხოვს ბატონჯემა. უბრალოდ მეორე კურსზე ვიყავი, როცა 9 აპრილის მომენტები იყო, 88 წლიდან დაიწყო ეს პროცესები და ვიცი სტუდენტების ძალა, ერთად ყოფნის ძალა რას ნიშნავდა, მაშინ შეიძლება უფრო დიდი ქვეყანა იყო და სხვა მაღალი რისკები იყო, მაგრამ იქაც კი არ გატყდა სტუდენტობა, მაშინ უფრო შვახნის და უფრო საკისთავობა ნაკლებად გვერდებოდა იმ პროცესში, მათთვის წარმოუდგენელი იყო საბჭოთა კავშირის ამ პროცესის განსაზღვრა, მაგრამ ჩვენ იმ რუსთაველის მომენტში ჩვენი ადგილი ქონდა განსაზღვრული, ლექციების შემდეგ მივიდიოდი, იქ ვიდექით, პროტესტის ლექციებზე ვესწრებოდით, ასეთი მომენტებიც იყო გარკვეულ პერიოდში, მაგრამ ბოლოს ინტენსიურად ლექციებზეც უარი განვაცხადა და ლექტორების დაგვიდნენ გვერდით და სწორედ ამან მიიყვანა მართლა გარკვეულ ტრაგიკული მომენტით ქვეყნის გარეშე არ ჩაერ, მაგრამ თავისუფლების დიდი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს. სწორედ ასეთი დღე უდგას, ასეთი ყველა ქვეყანა საქართველოში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში გაფიცვები დაიწყოს, ეს ქვეყანას არ ახსოვს იმდენად დიდი უაზრობის და ქვეყნის დაღუპვისკენ მიგვიყვანა და მოწოდება ის არის, რომ დღეს თუ ეხლა არ ვიბრძოლებთ და გავწყდებით, ამაზე მშვიდობიანი გარემო, მშვიდობიანი ბრძოლის არეალი ჩვენ აღარ ვიქნება. შემდეგ იარაღითაც შეიძლება ვეღარ დავიცავთ ის წართმეული თავისუფლება და ქვეყნის დასრულდეს ეს პროცესი. მოწოდება უსაფრთხოდ რისკებით და მშვიდობიანი მოწოდება. არავის არ ესხმის თავს, უბრალოდ ეს პროტესტია გამაღიზიანებელი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, რატომ ვერ დაიყოლია ან ვერ დააშინა ხალხი და ჩვენ არ დავშინდებით და გვახსოვს რომ გაზაფხულზე დაიწყეს რუსული კანონის განახლება, რომ სექტემბრამდე დაიღლებიან. არ დავიღლებთ ეს მოწოდება. დიდი მადლობა, უნდა დავასრულოთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება ამ პროცესების ანალიზის პოლიტიკურ ჭრილშიც. ჩვენ ვცდილობთ საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლების შემოვიყვანოთ ჩვენს პირდაპირ ეთერში და ამ სივრცეში, ვინაიდან ყველას ჰქონდეს საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი. მადლობა თქვენ რომ ჩაერთეთ ამ პროცესში. მე მაყურებელს ვეტყვი რომ ჩვენ სტუმრად გვყავდა ჯემალ ანანიძე, გახარია საქართველოსთვის წევრი და გიორგი კირთაძე, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი. დღეს მოკლედ ასეთი იყო ჩვენი სათქმელი. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოს გისურვებთ.